მოგესალმებით, გადაცემა Airtime დღეს თეატრ სახელოსნო 42 სტუმრება, რომლებიც პრემიერისთვის ემზადებიან. გავესაუბრებით რეჟისორს ლევან წყულაძეს, ასევე მსახიობებს და მათი ემოციების შესახებ დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით. ძალიან საინტერესოა მაგალითად ღია რეპეტიციები, რომელიც დავიწყეთ 1-2-3 თვეა თუ არ ვცდები. სადაც პრემიერისკენ ახლოს უძახით მაყურებელს და ვაგებთ კარს და ისინი შემოდიან ჩვეულებრივად უყურებენ რეპეტიციას. ჩვენს მაყურებელს ვინც არ იცის რა შევახსენოთ თუ რა იქნება აგვისტოს თვეში? ეს იქნება დაახლოებით 40 ადამიანი შეიკრიბა და დავყავით ჯგუფი, არა თეატრალები. რომლებიცთანაც შევეცდებით ვიმუშაოთ აი თითო თვე. იქ უკვე ძალიან მაღალზეა შკალა აწეული და ყველაფერია აწეულია წნევა, გაკაწეული, თვალებიდან ვერ ხედავ, ოფლი გასხავს გიჟი, აი დაუცებ შემოდიხარ და იწყებ იმის კეთებას, რაც შენ დაგავალეს. და როდესაც შორს მივდივართ, ხვდებით, რომ თავისუფლებას ართმევენ. თეუნებიან, რომ შენ რო გიყვარს ესე შენი ქვეყანა, ესე არ უნდა გიყვარდეს. მე როგორც გეტყვი, ისე უნდა გიყვარდეს. როცა მე გეტყვი, მაშინ უნდა გიყვარდეს და ამის შინაგანი ძალიან დიდი პროტესტი უჩნდება, რა თქმა უნდა. ჩერჩილმა თქვა თავისუფლებას ბრძოლაში მე ვერ დაგვირდებით მხოლოდ ოფს, სისხლს და ცრემლებს. ანუ და დაგეხმაროთ, ხო, როგორც მახსოვს? კი, აუცილებლად. ხელოვნური ცრემლი უნდა გათხოვოთ, იმიტომ რომ თქვენი ნამდვილი ცრემლი არ მოდის. მეგონი გამიარა. მაგრამ მაინც უნდა დაგეხმაროთ. კი ბატონო. ჩვენი გადაცემის სტუმარია რეჟისორი ლევან წყულაძე, მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დაგუთმეთ დრო და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ძალიან გულშემატკივრობთ თეატრ სახელოსნოს, რომელიც ახალი არის. აღარც უკვე ისეთი ახალი, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ახლად ითვლება, რომელიც ძალიან წარმატებული არის აი ამ პერიოდის განმავლობაში. დღეს არის პრემიერა სპექტაკლის ამარკორდი, რომელიც ცნობილი ფილმი არის ფედერიკო ფელინის და მაინტერესებს თქვენი სამუშაო პროცესი მანამდე, სანამ პრემიერის დღე დადგებოდა, როგორ მუშაობდით, როგორი ჩანაფიქრები გქონდათ დღევანდელ დღემდე. მე გამახსენდა როგორ ნახე პირველად ძალიან თვალწინები მე-10 კლასში თუ მე-9 კლასში ეს ფილმი მე და ჩემმა გენერაციამ მთლიანად და ეს იყო აბსოლუტური გადატრიალება ჩვენთვის საერთოდ ხელოვნების იდეის, ხელოვნების ფორმების და აი ძალიან დიდი შინაგანი მეტამორფოზა გამოიწვია ყველაში. მე გამოდენმე წლის მერე უკვე როგორც რეჟისორი სტუდენტი მიშა თუმანიშვილთან როცა ყვებოდით რომ აი ეს როგორი რაღაცა აი რა უცნაური ეს სხვა არის რაღაცა და ვიზუალისტური ხელოვნება და ასე შემდეგ და მახსოვს მიშამ თქვა თქვენ არ გესმითო რა არის გადატრიალება. გადატრიალება იყო ჩემთვისო და ჩემი თაობისთვის როდესაც პირველად ნახეთო მახსოვს ვანახევართ რა აი ის იყო საბჭოთა პირველ საბჭოთა რეალიზმში როდესაც უცებ სულ სხვა რაღაცა ნახა აი ის გადატრიალება კი არა პარალიჩიკი მივიღეთო და მაგ გამახსენდა როგორი ეს იმდენად უცხო იყო იმდენად ახლობელი იმიტომ რომ საქართველოს გავდა ეს ყველაფერი და ამავე დროს ძალიან სხვა და გავიდა წლები და მივხვდი რომ ეს ყველაფერი დავიწყებას ეგრევე ჩვეულებრივი გახდა. ეხლა ეს არაფერი ამაში რევოლუცია როგორც ყოველთვის ყველაფერი იცვლება და მომეჩვენა რომ რაღაცა კარგი იქნებოდა თუ ამ განწყობას დაუბრუნდებოდით. რა თქმა უნდა, ოღონდ ჩვენ ვერ შევძლებთ იმ ფილმის სულის გადმოცემას, ამიტომ ჩვენ პრინციპში რამოდენიმე პერსონაჟის ისტორია გადმოდევს ერთად ერთ-ერთი ოჯახის ისტორია და მის გარშემო მოხდარი პატარა ქალაქში რაღაც ისტორიები მოვაბით თავი. და აი ეს სირთულე რა არის მაგალითად, როდესაც ფილმის გადმოტანა ხდება უკვე თეატრის სცენაზე?
ფილმში ზოგჯერ ერთი წიაღდება გამოხატავს მთელ სცენას, ან შეიძლება საერთოდ არ იყოს ტექსტი და აი ბავში გამოდის ნისში და ხედავს ძროხას თეთრს და ეშინია და გარბის უკან. აი ამით შეიძლება მთელი ფილმის ჩანაფიქრი იყოს, ნათქვა, აი ის რაც მაგალითად ჩვენთან ფინალშია, ხო, მთელი ეპიზოდია ულპინასი წარმოსახვას და გაყვეს ცოლად ადამიანები და ასე შემდეგ. იმას კინოს კიდე სხვა ენა აქვს, რომელიც უფრო შემჭიდროებული შეიძლება იყოს და თეატრს ცოტა მეტი დეფინიცია ჭირდება და ამიტომ ეს განსხვავებაა თორე ის სხვა ბევრი არა. ეხლა ვიფიქრე, ალბათ იქ არის რეჟისორი და კამერის თანხმედრა მუშაობა, ის კადრი რას უნდა ამბობდეს და აქ უკვე მაყურებელი საკუთარი თვალით და საკუთარი თვალის ობიექტივით აფასებს და სხვანაირად შეიძლება დაინახოს. თავის თვალით აფასებს, მაგრამ ის სხვა ენა გააჩნია ფილმს, კინოს. არის როდესაც რეჟისორი ლაპარაკობს სხვა კინოენაზე, არის როდესაც ლაპარაკობს ჩვეულებრივად. მინდა რა შევაფასოთ რაღაცნაირად თეატრის ეს პერიოდი, რადგან უკვე სეზონს ასრულებს. თლიანობაში თქვენ აი რა შეგიძლიათ რა გაგუზიაროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თქვა უკვე ახალმა თეატრმა, იმიტომ რომ ძალიან შეიძლება ითქვას, რომ სხვა კატეგორიის მაყურებელიც მოიყვანა და რაღაცნაირად თეატრალურ სივრცეში რაღაცა ახალი სიტყვაც თქვა. და თქვენ რამდენად ხართ აი ამ ყველაფრით კმაყოფილი? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მართლაც ესე მოხდა. იმიტომ რომ ძალიან რთული წელი იყო ჯერ ჩვენი რევოლუციური რამოდენიმე თვე, რომელიც ჩვენი ტიპის თეატრისთვის ძალიან მძიმეა, ძალიან როგორ გამოვძერით ამიდან მე დღემდე არ ვიცი და ძალიან მადლობელი ვარ ყველას, ვის დაგვეხმარა, ძალიან ბევრი ხალხი დაგვეხმარა. და რაღაცნაირად გადავრჩით და თავიდან დავიწყეთ პრაქტიკულად ახალი რეპერტუარით ვიწყებთ ცხოვრებას და ამასთანავე ბევრი კარგი რამეც მოხდა, ბევრი სარღელებელი, ბევრი სანერვულო პრიზი ავიღეთ, ჩემო ბატონო, იბისის პრიზი ავიღეთ, ბიზნესის ყველაზე კარგი პროდუქტი შევქმნით, რაც ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის პირადად და ძალიან ვამაყობ ამით. რომ ესე იგი ამ კუთხით რომ ვივარგეთ და არა შემოქმედებით მხოლოდ კუთხით, ალბათ ეს უფრო კარტ-ბლანში იყო მათგან დამწყები თეატრისთვის ესეთი ჟესტი იყო დახმარების და მადლობელი ვართ ამისთვის ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და ნუ ბევრი ამბავი მოხდა, როგორ გითხრათ, ბევრი სიახლეც მოვიფიქრეთ. ძალიან საინტერესოა მაგალითად ღია რეპეტიციები, რომელიც დავიწყეთ 1-2-3 თვეა თუ არ ვცდები, სადაც პრემიერისკენ ახლოს უძახით მაყურებელს და ვაგებთ კარს და ისინი შემოდიან ჩვეულებრივად უყურებენ ჩვეულებრივ რეპეტიციას, როგორც არ უნდა იყოს ის. და როგორც თვითონ ვიყვება ის ხალხი ძალიან მოწონთ და არ წინდება და არ მიდიან კაი ხანს. განსაკუთრებით ახლა ამაზე ამ არკორდზე ძალიან ცოტა დრო გქონდა ძალიან და ამიტომ ნამდვილ რეალურ რეპეტიციებს შეესწრენ თავისი ჩხუბით, ჩემი ნერვიულობით, იმითი, იმიტომ რომ მანამდე მაინც ისე ვაკეთებდით, რომ ნუ თითქმის გაუწყვეტი რეპეტიციასავით, ნახევარს მაინც ვაჩვენებდით, თითქმის მე უბრალოდ პატარა შემჩნევს ვიძლეოდი უკვე დადგმოს და ეხლა პირდაპირ ამ დადგმის პროცესს შეეხენდა ნერვებს და მე ამ ნერვების გამართლებას ვითომ დავავიწყო ამოკლეს და მაგრამ მე როგორც მგონია ძალიან საინტერესო იყო და ამას გავაგრძელებთ. ანუ ახალი სეზონიდან კვლავ შეიძლება მაყურებელს მოსვლა და ნახოს. კიდევ არა, ეხლა დაიხურება სეზონი არაპროფესიონალების ეგეთი ექსპერიმენტი. ეს ძალიან საინტერესოა. ხო, აი მეც ძალიან ღელავ და მაინტერესებს რა გამო ამ საქმიდან. ჩვენს მაყურებელს ვინც არ იცის რა შევახსენოთ, თუ რა იქნება აგვისტოს თვეში? ეს იქნება დაახლოებით 40 ადამიანი შეიკრიბა და დავყავით ჯგუფი, არა თეატრალები, რომლებიცთანაც შევეცდებით ვიმუშაოთ აი თითო თვე. როგორც მსახიობებთან და ცადონ მათ თავი ისინი მიიღებენ რაღაცა ალბათ იმედი მაქვს რაღაცა სიამოვნებას და მე კიდე მივიღებ კიდე ერთ შეხედულებას
თეატრის მრავალფეროვნებისა და მისი სასარგებლოების შესახებ. ძალიან კარგი შანსია ეს სხვა ადამიანებისთვის. და მაინტერესებს როგორ მოხდება ესე რომ თქვა მათი უნარების შემოწმება, როგორც ხდებოდა ხოლმე თეატრალურში რაღაცა ჩაიდნის ფორმა გააკეთეს არა გვაქვს ისა. არ იყო კასტინგი და ეს უბრალოდ შეივსუდა ბევრმა ხალხმა გადაწყვიტეს რაც ამიკვირდა და ამიხარდა და ძალიან კარგი, იმედი აღმოვაჩენთ ახალ ვარსკვლავებს და ხარიდან უკვე ვიწყებთ არმაც სადაც ჩემმა მეუღლემ ამის გამოძინებაც კი ხარიდან უკვე ვიწყებთ დღეიდან უკვე დავიწყეთ კიდე რაღაც უკვე მუშაობა ამ შესანიშნავ ხალხთან ბევრი გავიცან უკვე რეპეტიციებს დადიოდნენ და აი მე მგონი ჩემზე დიდხანს იყვნენ და მოუწამლეთ ამ იმით რა ქვია საშინელი კულისების მტვერით თქვენ მაინც დრას მისცემდით რჩევას, ვისაც უნდა ეს პროფესია გახდეს მათთვის ბევრად უფრო ახლო. რისთვის უნდა იყვნენ მზად? ჩერჩილმა თქვა თავისუფლებასთვის ბრძოლაში მე ვერ დაკვირდებით მხოლოდ ოფს, სისხლს და ცრემლებს. ეს არის შრომა შეჩეულებრივი კი არა და კიდევ უფრო რთული ვიდრე შეიძლება ბევრს წარმოუდგენია. ტკივილი, გადაღება, ესა, მაგრამ მოაქვს რაღაცა სხვა დიდი სიხარულე. შეუძლია მოიტანოს სიხარულე. შეუძლია დაუყოს და გაუბეზროს ადამიანი. ძალიან მზაკვარი პროფესია. გეთანხმებით. ნამდვილად ასეა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. რომ მიიღეთ ჩემს გადაცემაში მონაწილეობა. მე რა თქმა უნდა სექტემბერში ისევ დაგელოდებით ახალი პრემიერებით და ვიცი რომ იქნება და აუცილებლად ვიქნებით თქვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ძალიან ბევრ წარმატებას ვუსურვებ როგორც თეატრს, ასევე თქვენს და რა თქმა უნდა კარგი ამბები გველოდება წინ დარწმუნებული, იმიტომ რომ ბევრი კარგი გეგმა აქვს თეატრს. დიდი მადლობა პალტრანიუს, რომელიც ჩვენი პარტნიორია. ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. წარმატებები. ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი მსახიობი ქეთი ცხაკაია. მოგესალმებით. მადლობა რომ გვითმობთ დროს, იმიტომ რომ 2 წამია და უკვე ვიწყება უკვე. ხო, ამიტომაც მინდა თქვენი ემოციების შესახებ ჩემს მაყურებელს გავიზიაროთ. კიდე თქვენი ძალიან ნერვიულობ და იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლო სპექტაკლია, მე მგონია გუშინდელის მერე. გუშინ პრემიერა იყო, გუშინდელის მერე, კიდე უფრო სანერვიულოა საერთოდ მეორე სპექტაკლი და თანდათან კიდე უფრო შეგვიყვარდა ეს სპექტაკლი, როგორც ჩვენ ისევე მაყურებელს და აი სათქმელები რაც ამ სპექტაკლშია, ძალიან მინდა რომ კიდევ ბევრმა მაყურებელმა გაიგოს. ასეც იქნება და წარმატებებს გისურვებთ. მე მეთქიყვას აღარ გაგისმენთ, თორე ძალიან მინდა თქვენთან საუბარი. წარმატებები და პრემიერა. ნახვამდის. მადლობა. ჩვენი ქალაქის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. თუმცა რამდენიმე 1000 წელს ითვლის. ჩვენი ქალაქის მუზეუმთან, რომელიც რამდენიმე შენობის იქეთ მდებარეობს. ორი შენობის. ჩვენი გადაცემის სტუმარია ონისეონიანი მსახიობი. დიდი მადლობა რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ესეთი სამომავლოა. კონტენტ შეყვეტრა. მადლობა. ამ რკორდზე დღევანდელ პრემიერაზე თქვენს პერსონაჟზე ყველაფერზე მინდა რომ ვისაუბროთ და რა თქმა უნდა ის ემოციები რომელიც თქვენს გმირს ახლავს თან. ხო, ამ რკორდი ყველასთვის ცნობილი ფილმია, ეს ფედერიკო ფელინის არაჩვეულებრივი ფილმია. და კიდევ უფრო დავრწმუნდი იმით, რომ კიდევ ერთხელ მომიწია მისი ნახვა, ამ ფილმის ნახვა. სანამ სპექტაკლი დადგმას დავიწყებდით მანამდე და ძალიან ბევრი რამ პარალელები აღმოვაჩინე ზოგადად. ხო იცით რომ ისტორია ყოველთვის რაღაცნაირად მეორდება რაღაცა სიტუაციები, მეორდება მდგომარეობები, მეორდება რეჟიმები, მეორდება ძალიან ბევრი რამ. და როცა უყურებდი, ერთ შეხედვით არის პატარა ქალაქი, ამ ქალაქში ცხოვრობს არაჩვეულებრივი ადამიანები, სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა სიმაღლის, აი სისქის და ასე შემდეგ, არაჩვეულებრივი პალიტრა ადამიანების და რას გულისხმობ ამ ყველაფერში, რომ როგორ უყვართ, როგორ ოცნებობენ, რა მისწრაფებები აქვთ,
რა არის მათი ყველაზე მნიშვნელოვანი რაზედაც ისინი ამ ყველაფერს ცოცხლობენ და მე გამოხატავენ ამ სხვადასხვანაირად რა უხარიათ ან ესეთი ადამიანები არიან და ძალიან მომეწონა სხვათა შორის კიდე ერთხელ რომ აი ესეთი რაღაცნაირი სიყვარულით სავსე ქალაქია და უყვართ ერთმანეთი რაც რაღაცა მომენტში თითქოს და განმეორდები მაგრამ თითქოს რაღაცა გაცივდა ეს ყველაფერი თითქოს ვეძებთ სულ ყველა ჩვენ სიყვარულს ვეძებთ რაღაცა სითბოს ვეძებთ ურთიერთობას ვეძებთ რაღაც განსაკუთრებულ ადამიანურ გზნობას რომელებიც აი თითქოს დაიკარგა თითქოს გაქრა და რაღაცას გული წყდება მე ამ ყველაფერზე რაღაც მომენტში გძნობს რომ იცი რა ყველაფერი არის მაგრამ უცებ რაღაცა ზღუდავს რაღაცა ართმევს ამ ყველაფერს რაღაცა აღარ ალაპარაკებს რაღაცა უშლის საოცრად ხელს და თავისუფლებას ართმევენ და როდესაც ცოტა იქეთ კიდე გავყვებით ამ ნაწარმოებს კი არა და ამ შედევრს და უკვე სცენაზე გადმოტანეს და არ მახსოვს ვინმეს რომ დაედგას პირველია მგონია თეატრალურ სივრცეში და როდესაც შორს მივდივართ ხვდებით რომ თავისუფლებას ართმევენ დაუნებიან რომ შენ რო გიყვარს ესე შენი ქვეყანა ესე არ უნდა გიყვარდეს მე როგორც გეტყვი ისე უნდა გიყვარდეს როცა მე გეტყვი მაშინ უნდა გიყვარდეს და ამის შინაგანი ძალიან დიდი პროტესტი უჩნდება რა თქმა უნდა და მე თითქოს ინგრევა ეს ყველაფერი მე თითქოს კრება ვიღაცა გარბის ვიღაცა თავს აფარებს ვიღაცას აკლდება რაღაც აი მოშორდება თითქოს ის ღიმილი რომელიც თანდებია თელი თავის ცხოვრების და იტალიური ტემპერამენტი ხო და იმის გამიმდოდა რომ გუშინ ერთ-ერთ სცენაში როცა ამას განიცდის ძალიან ამ მომენტს და უცებ ხალხს ეუბნება რომ არა კაცო მოიცა ერთიო რა არა არაფერი არ არის ესო არაფერი არ არისო ნუ შეგეშინდება თუ ეს ყველაფერი დროებითია და გაივლის აბა ეს ხო არ ვიქნებით და აი ახლაც რა ვქნა ემოციის გარეშე ამას ამ სიტყვებს ვერ ვამბობ და უცებ გასუსულ დარბაზში ატყდა აი თელი ტაშის კორიანტი მსახიობს ძალიან უყვარს ტაში მსახიობი გიждდება ტაშზე მაგრამ ამ შემთხვევაში არ იყო ეს მსახიობის ტაში ეს იყო იმ სიტყვების ტაში რომელიც ნუ შეგეშინდებათ მე რომ შემოვდიოდი სცენაზე სანამ ბოლომდე შემოვიდოდი და ბატონმა ლევანმა მომაძახა სად მიდიხარ სცენაზე შევდივარ დაიწყე ნუ შეგეშინდებათ ამ სიტყვით შენი ეს ტექსტი დავიწყე და მე მოდის იქიდან აქეთ აი სიღრმეში და იტალია გაგიშებული ხო ანუ მე იმის თქვა მინდა რომ პერსონაჟი თვითონ არის თავის ქვეყანაზე შეყვარებული რა მომიტანა ახლა მე ამ პერსონაჟმა უბრალოდ ჩემში გააღვიძა კი არა რომელიც გვიძავს დიდი ხანია ამ სიყვარულს ქვეყნის სიყვარულს დიდი ხანია რაც მე ვატარებ უბრალოდ ხმამაღლა მათქმევინა ვამბობთ კიდევაც მაგრამ ხანდახან არის როცა აუდიტორიას ეტყვი ამ ყველაფერს ხალხს ეტყვი ვიღა დაიცლები ამ სიყვარულში და ისა გინდათ რომ მაგ მომენტში სხვებშიც გააღვიძა რა თქმა თუ ძინავს აუცილებლად უნდა გაიღვიძოს და გაიღვიძებს კი აუცილებლად გაიღვიძებს აუცილებლად ძალიან საინტერესოა ეს ემოციები რომელიც ალბათ მსახიობს აქვს სხვადასხვა როლის შესრულების დროს და თან განსაკუთრებით ის თემა რომელსაც თქვენ საუბრობთ კიდევ ბევრად უფრო ემოციური იქნება მაგრამ მაინტერესებს თქვენი ემოციები როცა სანამ ხალხი მოვაჯერ თავისუფალი არის არ არის აუდიტორია შემოსული აი ეს წინა სამზადისი და ღერო როგორია მაინც ამდენი წლის მერე არა აქვს მნიშვნელობა
არასოდეს არა ვარ მეც და ბევრი მსახიობის დარწმუნებული იმაში რომ არაღაც ეს ხო ჩვენ მივეჩვი არ მიეჩვიე შენ ამას ვერასოდეს ვერ ეჩვევი ამას ყოველთვის ახალი ნაბიჯია ყოველთვის ახალი გამოწვევაა ყოველთვის გამოცდა თითქოს როგორ მიგიღებს მაყურებელი როგორ შეძელი შენ ამ გმირის თამაში როგორ სწორად გააკეთე თუ არ გააკეთე როგორ გაამართლე თუ არ აი ძალიან ბევრი შიში მერი ამ ყველაფერს რომ სანამ იქიდან აქეთ გადმოდგავ ნაბიჯს კულისიდან იქ უკვე ძალიან მაღალზეა შკალა აწეული და ყველაფერია აწეულია წნევა გაკაწეული თვალებიდან ვერ ხედავ ოფლი გასხავს გიჟი აი დაუცებ შემოდიხარ და იწყებ იმის კეთებას რაც შენ დაგავალეს მაგრამ ეს როგორ მე და აი მე ეს ნერვიულობა აკიქრება მაგრამ გადიხარ ისევ ხელახალი შემოსვლა ისევ თავიდან იწყება და ნუ აი იღლები ამით ყველაფრით მაგრამ სასიამოვნოა რა თქმა უნდა ხელვა იქ ძალიან ეხლა სანამ ეს დაიწყება იქ ძალიან დიდი ხელვაა ეხლა მართავთ მე თქვენ ეხლა მე თქვენ გამართეთ და ცოტა გადამრთეთ მე ასია ძალიან გვიხარია თუ ასე მოხდა ჩვენ ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი ლექციების მოსმენა გავაგრძელებთ თან ნახავთ ლექციებში აუცილებლად კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა და აუცილებლად უნდა შევხვდეთ ჩვენ ცალკე დიდი ინტერვიუ მინდა თქვენთან იმიტომ რომ რო ხვდებით ხოლმე პატარა ინტერვიუ ვფიქრობ რომ რაღაცა ხო თუ რამე სწორად პასუხობთ ხოლმე ძალიან კარგი მთელი გულით და შემართებით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა კიდევ თუ განსხვავება თუ დაინახეთ იქ სახასიათო როლი იყო მაინც რა თქმა უნდა ერისუბანში როცა მოხვედით და მაშინ სხვა განწყობით აი ხა ცოტა უფრო ცოტა ისეთი ვარ მომძიმე კი ბატონო მაგრამ არა უშავს ეს ამ როლს სჭირდება თან მოკლედ ჩვენ წავედით იქით ვნახოთ რა იქნება და თან უნდა დაგეხმაროთ ხო როგორც მახსოვს კი აუცილებლად ხელოვნური ცრემლი უნდა გათხოვოთ იმიტომ რომ თქვენი ნამდვილი ცრემლი არ მოდის მე მგონი გამია მაგრამ მაინც უნდა კი ბატონო გამოვნებით